ტუჩს ვისთან იკეთებდა, ბოტოქს ვისთან ვიკეთებდა, აგერ ქალბატონი ნანა ჭითანავა ვისთანაც ვიკეთებ. იყოს შედეგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს შესამჩნევი. აი მაშინ ვაღწევთ უკვე იდეალურ შედეგს. მოდი, ნანა, ჩემ кейსზე ვისაუბროთ. Red touch, IPL, ეგრეთ წოდებული ფოტოთერაპია, პილინგები, პროგრამები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახლში სწორი მოვლა. რო დიდი ტუჩი, მეტი ფილერი, მეც დამიშვია ხოლმე შეცდომა. ჰიპერკორექციაზე ვამბობ უარს ყოველთვის. შემიძლია ვთქვა, რომ 70%-ით ჩემი სახის კანი არის გაუმჯობესებული. თეო ლაზერით შეგვიძლია ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება. არა, უფრო დეტალურად მოყევი. სტრიების გაქრობა ბოლომდე არ ხდება, მაგრამ იმ დონემდე შეგვიძლია მივიყვანოთ, როდესაც ის ფაქტიურად არ ჩანს. ეს არის ერთ-ერთი საშიში ზონა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა აკეთოს დერმატოლოგმა და ბოტოქს. ბეიბი ბოტოქს. ბეიბი ბოტოქს. უცვლელი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ საინტერესო ეპიზოდებს. დღევანდელ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარს წარადგენს ნატალია. მოგესალმები ნანა, დიდი სიამოვნებით მინდა წარვადგინო. ექიმი, დერმატოლოგი, ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი, ჩვენი ნატალი ჯგუფის ოჯახის წევრი. ნანა ჭითანავა. ასევე ჩემი კოსმეტოლოგიც და ჩვენ დღეს ჩვენი საუბრის განმავლობაში მოვყვებით იმ სირთულეებზე, რაც ერთად გავიარეთ, ძალიან სასიამოვნოთ და სასიამოვნო შედეგით. მადლობა ნანა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი. პირველი კითხვა მექნება ისეთი ძალიან ბანალური, ასე ვთქვათ. მოდი ვისაუბროთ თანამედროვე მიდგომებზე ესთეტიკურ მედიცინაში. როგორია დღეს ეს მიდგომები? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თანამედროვე მიდგომები კოსმეტოლოგიაში არის, ესთეტიკაში ის, რომ პირველ რიგში ადამიანებმა შეინარჩუნონ თავიანთი სახე. და არ მოხდეს გარდაქმნა. ეს უნდა იყოს ნატურალური, ახლოს ნატურალურთან და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალიზმის შენახვა. ნაკლებად ინვაზიური მეთოდები, აი როგორიც არის ბეიბი ბოტოქსი, მინიმალური ჩარევები მაგისტვის, რომ იყოს შედეგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს შესამჩნევი თუ ვის რა აქვს. სამწუხაროდ ბევრი არის ჩვენს გარშემო, მით უმეტეს სოციალურ ქსელში ადამიანები, რომლებიც კარგავენ იმ ზღვარს. აი რა საინტერესოა, ეხლა მაინტერესებს, აი რა სად ხდება ხოლმე აი ზღვარი, აი სად კარგავენ, აი ვეღარ ხვდებიან მეტი უნდათ, უფრო დიდი ტუჩი, მეტი ფილერი. მე ვფიქრობ, რომ აქ ხდება კომპლექსური ამ ზღვარის დაკარგვა. ჯერ ერთი და ის, რომ არსებობს პატამორფოფობიები, როდესაც ეს არის ცოტათი ფსიქოლოგიური და ფსიქიური აშლილობა, ესე უხეშად რო ვთქვათ. როდესაც ადამიანი ყოველთვის ეძებს პრობლემას თავის გარეგნობაში. ასევე არის ის, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ ხდება ჰიპერკორექციის გაკეთება. ეს როდესაც ადამიანი თავის ინდივიდუალიზმს კარგავს. ზოგჯერ ეს არის ექიმის ჰიპერკორექცია, ზოგჯერ პაციენტის მხრიდან, მაგრამ ჰიპერკორექციასთან საქმე საკმაოდ რთულია და ბევრია. როგორ იწყებ პირველად, როდესაც მოდის პაციენტი მის მიღებას და როგორ აგრძელებ მასთან მუშაობას? პაციენტს თუ იდეალურად პაციენტის მიღებას განვიხილავთ, ეს არის ყოველთვის პაციენტის კომპლექსურად განხილვა. ანუ, როდესაც პაციენტი უფრო ხშირად მოდის, ან ესე უხეშად ტუჩის გადიდება მინდა, წარბის აწევა მინდა, მაგ შემთხვევაში თუ არის ორმაგი მიმღებლობა, ჩვენ განვიხილავთ პაციენტს როგორც სრულ ჰარმონიზაციულ პროცესს. ანუ, როდესაც კანის მდგომარეობა, სახის პროპორციები,
თუ როგორ მაინც ინდივიდუალურად ვის როგორ მოუხდება და როგორ შეგვიძლია რაღაცები შევცვალოთ. აი მაშინ ვაღწევთ უკვე იდეალურ შედეგს. ეს არ ხდება არასოდეს ერთ პროცედურად. ეს არის თანმიმდევრული პროცედურები, როდესაც მივაღწიოთ კარგ შედეგს. ეს არის ეტაპობრივი. აუცილებლად. ხშირ შემთხვევაში არიან ხოლმე ადამიანები, ვართ უბრალოდ მეც მქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი დღესვე მინდა რაღაც ეფექტი, მინდა რაღაც საოცრად კარგი სახისკანი და რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს. ეს არის რაღაც ეტაპი, უნდა გაიარო საფეხურები. მოდი, ნანა, ჩემ кейსები საუბროთ, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად საუბრობ ჩემ გამომწერებთან, თუმცა არ ჩერდება კითხვები, სულ არის ინტერესი, თუნდაც ის, რომ აი ეს პიგმენტური ლაქები, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ, ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა ყოფილა პიგმენტური ლაქები. და სულ მეკითხებიან, რომ აი რას იკეთებ, რამე ახალ ვიდეოს რო დავდებ ხოლმე, სულ მეკითხებიან, რა გაიკეთე. აი დღესაც მაგალითად დილით დავდე ვიდეო და ჩემო მეგობრებმაც, უცხო ადამიანებმაც მკითხეს, რომ რა გაიკეთე. ახალი არაფერი არ გამიკეთებია, ხო? რაღაცა ესე მივყვები ეტაპობრივად და მე ამ დროს გულწრფელი ვარ, არასდროს არაფერს არ ვალავ, რასაც ვიკეთებ, ყველა ხედავს და ყველაფერს ფერი ჩანს. მოდი მივყვეთ, აი მახსოვს ალბათ 1-5 წლის წინ საოცარი ესეთი პიგმენტური ლაქების პრობლემით მოვედი და მეგონა რომ საშველი არაფერი არ იქნებოდა. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მესვა ძალიან ესეთი ბევრი ტონალური, რომ დამეფარა ეს დამცავები, ეს პიგმენტები და მოკლედ ძალიან შეწუხებული ვიყავი ამ პრობლემით და ძალიან ნერვიულობდი. ნანა როგორ მშვიდათაც საუბრობს, ეხლა მითხრა სალომე, არი ნერვიულო, ჩვენ დაგვჭირდება დრო, მაგრამ ამას მოვერევით და მართლა მოვერიეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, რომ ეს პროცესი არ მთავრდება, ეს გრძელდება ეტაპობრივად, ამთარი გვაქვს ხოლმე ასე ვთქვათ, ეს red touch-ების და ფოტოთერაპიების პერიოდი. თუმცა მე მივდივარ ზაფხულში და ჩამოვდივარ რუჯით, მაგრამ რა შედარებაა, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 70%-ით ჩემი სახისკანი არის გაუმჯობესებული. არა მარტო პიგმენტური ლაქებით, არამედ თვითონ სტრუქტურა, ფორები და ხო, მთლიანობაში ჩემი სახისკანი. სრულიად სერიოზული და დიდი პრობლემა არის რეალურად. პიგმენტური ლაქები. ეს ძალიან ბევრ ქალბატონს აწუხებს, იმიტომ რომ ქალბატონებს რატომ სხვათა შორის უბრალოდ მამაკაცები თითქოს არ აქცევენ ამას ყურადღებას დიდად. მამაკაცები ძალიან, როდესაც არ ღვევენ ინსოლაციის წესებს, მაშინ უფრო უხდებათ. ქალბატონები კი ჩვენ ჰორმონალურადაც ვართ მიდრეკილები, ამიტომ განსაკუთრებით 35-ზევით ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. აი, ზოგიერთი ის შემთხვევა, როდესაც ძალიან ბევრს ირუჯებიან პატარა ასაკში, ეს არის მეხსიერება და მერე დიდ ასაკში ეს პიგმენტურ ლაქებად გამოდის. პიგმენტურ ლაქებთან მკურნალობა ყოველთვის არის კომპლექსური, არასოდეს არ არსებობს რომ ერთი პროცედურა გავაკეთეთ. და აქაც ისევ და ისევ მაგას ვიტყვი, რომ ეს არის ორი ადამიანის მუშაობა. ეს არის ექიმის სწორი დანიშნულება და პაციენტის შესრულება ამისი სწორი, რადგან ეს სახლის მოვლა, რაც არის მნიშვნელოვანი და პროცედურები, რომელიც არის ყოველთვის კომპლექსში, აპარატი პლუს სხვადასხვა პროცედურები. ადამიანებს უჩნდება სურვილი, რომ ერთ დღეში მიიღონ ის რაღაც სასურველი შედეგი. აი მოდი მაგაზე რო ვისაუბროთ, რომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა არის რაღაცეები, რომელიც ახლა პროცედურები, მაგალითად ჟერმენის, აი ცეს პროცედურა, გამოდიხარ გაცხივოსნებული გაქვს სახისკანი, მაგრამ მე სხვა შედეგებზე მაქვს ლაპარაკი. აი ლიფტინგი რომ უნდათ ერთ დღეში. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ინდივიდუალურია. თუ მოდის პაციენტი, რომელიც არის საკმაოდ ახალგაზრდა, კანის ტონუსი, ყველაფერი არის წესრიგში და არ ჭირდება მაგას ეგრეთ წოდებული სტიმულაციური პროცედურები, კოლაგენოს სტიმულაცია არის აქ უფრო ხსენებული. მაშინ ჩვენ მართლაც შეგვიძლია რომ ერთი პროცედურით იქ რაღაცა გამოვკვეთოთ რაღაც მომენტები და ეს მართლაც შეიძლება ერთ პროცედურაში მოხდეს. მაგრამ რაც ხდება უფრო ხშირად, ამას აუცილებლად ჭირდება ჯერ კანის მომზადება,
მასტიმულირებული პროცედურები ეს შეიძლება იყოს როგორც აპარატული, ასევე ინიექციური, პროგრამული და ეს არის ყოველთვის ეტაპობრივი, რამოდენიმე პროცედურა. მაგისთვის რომ იდეალურ შედეგს მივაღწიოთ. რა იყო გამოყენებული სალომეს დროს, იმიტომ რომ სალომეს ჰქონდა საკმაოდ ბევრი ლაქები, რომელიც მხოლოდ მზისგან არ იყო გამოწვეული, ზუსტად ხო, ესეც ერთ-ერთი არასწორად ჩატარებული პროცედურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის, რაც გვინდა აუხსნათ, რომ შეცდომა არ დაუსვან მათმა და ჩვენც ბევრჯერ მეც დამიშვია ხოლმე შეცდომა, მით უმეტეს იმისა, რომ ესეთი დერმატოლოგი ყავს გვერდით, მაგრამ ეს რაღაცა ჩვენი რაღაცა ისინი, აი რა არ უნდა დაუშვან, რა იყო ეს პრობლემა, რაც ზუსტად სალომეს და რა პროცედურები ჩაუტარდა სალომეს იმისათვის, რომ ფაქტიურად 70-ზე მეტი ეხა 80%. ფაქტიურად არ არის ის რა მდგომარეობაც ჰქონდა. ანთების შემდგომი პიგმენტაცია უფრო შეიძლება ამას დავარქვათ, ანუ ჰიპერპიგმენტაციის სხვადასხვა კლასიფიკაციები არსებობს. და აქ იყო კიდე ის, რომ პაციენტი გაფრთხილებულიც არ იყო, თუ როგორ უნდა მოუაროს, როგორ უნდა მოიქცეს. ანუ ეს იყო ექიმსა და პაციენტ შორის კომუნიკაციის არ შედგენა ისევ. და აქ კომპლექსურად მივდექით ჩვენ სალომეს შემთხვევას, ეს იყო red touch, IPL, ეგრეთ წოდებული ფოტოთერაპია, პილინგები, პროგრამები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახლში სწორი მოვლა. სწორი მოვლა და სწორი დაცვა მზისგან. red touch მინდა რომ კიდევ უფრო კარგად აუხსნათ, ეს არის რომელიც აი რა სხივია, რა სხივით გამოიყენება. ეს ეგრეთ წოდებული წითელი სხივი, ეს არის სპეციალური სხივი, რომელიც მუშაობს პირდაპირ მელანინზე და მაგის დაშლას აკეთებს. ეს ერთი, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ჰიპერპიგმენტაციის დროს, მაგრამ მეორე ჩვენ მაგას გასახალგაზრდებადაც ვიყენებთ, როდესაც კოლაგენოს სტიმულატორია. ანუ ეხლანდელი მაინც თავიდან დავიწყეთ თანამედროვე მიდგომები არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაცების შეცვლა არ გავაკეთოთ, არამედ კანის სიჯანსაღეზე ვიმუშაოთ და კანის სიჯანსაღე ყოველთვის არის სტიმულაციური და ბევრი პროცედურის გაკეთება გიწევს ყოველდღიურად, ხო? სხვადასხვა ინიექციური, არაინვაზიური, აპარატურული, ასე შემდეგ. აი, შენი დაკვირვებით, რომელი მუშაობს ყველაზე კარგად კანის გაახალგაზრდავებისთვის? ესე ალბათ ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ მაინც ინდივიდუალურია. მაინც ინდივიდუალურია. მაგრამ კანის ტიპის და მდგომარეობის მიხედვით ყველა პროცედურას თუ ორმაგი კომუნიკაცია მიდის, იწყებთ კანის გაჯანსაღებით. ეს აუცილებლად არის კომპლექსი აპარატული, პროგრამული, ინიექციურიც. მაინც ესე ვერ ამოვირჩევ ერთ პროცედურას. და რომელი პროცედურა, რომლის გაკეთებაზეც ვცდილობ, რომ უარი თქვა, თუ არის ასეთი. ჰიპერკორექციაზე ვამბობ უარს ყოველთვის. ეს პირდაპირ და თამამად. რისი კითხვა მინდოდა დამესვა, დღეს დილით მკითხა ზუსტად ჩემმა ერთმა მეგობარმა და მე გავეცი პასუხი და მაინტერესებს დარწმუნებული ვარ, რომ შენც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ ძალიან ხშირად აი შუბლის ნაოჭი, რომელიც არის აი ამ ადგილას, ჩდება ესეთი ღარი, ანუ ხაზი შიგნით ჩატეხილი, არაფრით არ შეიძლება ფილერის გაკეთება და რატო რა არის ამის მიზეზი? ეს როგორც ექიმმა მინდა ახსნა, მე მაინც იმიტომ რომ ანუ არსებობს კოსმეტოლოგიაში გართულებები, როგორც ყველა დარგში და ეს არის ერთ-ერთი საშიში ზონა სისხლძარღვოვანი მიმართულებიდან გამომდინარე და იქ ფილერით შევსებას არ ვაკეთებთ, რათა არ მივიღოთ სისხლძარღვოვანი გართულებები. აი რატომაც უნდა აკეთოს ეს პროცედურები, როგორიც არის
ბოტოქსიდი სპორტი, ну არ აქვს მნიშვნელობა ბოტულოტოქსინი და ასე შემდეგ დერმატოლოგმა. მე პირადად სულ ვიყავი მომხრე, ვარ მომხრე და ვიქნები ყოველთვის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა აკეთოს დერმატოლოგმა და ჩვენთანაც მხოლოდ და მხოლოდ აკეთებს ამ პროცედურებს დერმატოლოგი. აი რა შენ აი როგორ ფიქრობ, არის თუ არა სწორად, ხსნი თუ არა, რომ მე მხოლოდ დერმატოლოგმა უნდა აკეთოს და ნუ ექიმი არ არის საკმარისი ამისათვის. შეიძლება იყოს ექიმი, სტომატოლოგი, ექიმი, კოსმეტოლოგი. ხო, უბრალოდ არ ვიცი, სწორად ხსნი თუ არა. ჩემთვის ესეთი წარმომიდგენია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ წარმოდგენით ალბათ ყველაზე მიახლოვებული კოსმეტოლოგიასთან, რადგან ეს კანი არის, დერმატოლოგია არის, მაგრამ არსებობს ასევე ექიმი უნდა იყოს აუცილებლად, რომელსაც აქვს შემდგომ გავლილი კოსმეტოლოგიური სათანადო კურსები. ანუ, როგორც ეს არის მედიცინური კოსმეტოლოგია. მეც გამიჩნდა ესეთი კითხვა ცხვირზე ფილერი. იმიტომ რომ ძალიან პოპულარული იყო რაღაც პერიოდი ჩვენთან საქართველოში, მე მახსოვს რომ თითქოს აიგრძალა და სულ ახლახანს ერთ-ერთ ჩემ ნაცნობს ძალიან ცუდი პრობლემა შეექმნა, დაუნეკროზდა და ვეღარაფერს ვეღარ შველიან. ფილერის საშიში ზონად შეიძლება აღვიქვათ ცხვირი, თვალსაცერემლე, ტუჩიც, მაგრამ სისხლძარღვები არის მთელ სახეზე და რეალურად რომ დავფიქრდეთ, ყველა ზონიდან შეიძლება გართულების მიღება. ამიტომ თუ ჩვენ ზომიერად ანატომიის განსაზღვრით ვაკეთებთ, მე ვთვლი, რომ ცხვირის კორექცია ერთ-ერთი საკმაოდ მოთხოვნადი და საჭირო პროცედურა არის. მაგრამ აქაც ინდივიდუალურად განვიხილავთ, თუ რამდენად არის აქ შესაძლებელი და თუ ჩვენ შეგვიძლია ოდნავ ვაკორექტიროთ, მაშინ რატომაც არა, საშიში ყველა ზონა არის, თუ არ დავიცავთ ანატომიურ ნორმებს. შეიძლება ტუჩიც დანეკროზდეს, როგორც ცხვირი ისე. მართლა? და ამ შემთხვევაში ალბათ ხარისხზე თვითონ პრეპარატის ხარისხზე არის დამოკიდებული თუ აი რაზე არის მაგალითად? ხარისხი ეს მნიშვნელოვანია ყველა ზონისთვის, მაგრამ ეს არის უფრო ანატომიური გართულება, როდესაც ან ხდება პრეპარატის სისხლძარღვში, ან ზევიდან აწვება და იწვევს იშემიას. მაგიტომ ესეთი გართულებები ეხლაც არის, ტუჩიც არის, ცხვირიც არის, ამიტომ ძალიან ხშირად კონფერენციებს სტუმრობ ხოლმე და აი გვინდა რომ რაღაც სიახლეები, აი ბოლო სიახლეები რა არის და ძალიან მოგწონს და გიყვარს ვიცი ცეოლაზერი. ოღონდ მიადგეს და ყველას დასარი ახლა ამ ზამთარში. ყველა დაწვას უნდა. ცეოლაზერზე მართლა საოცარი შედეგები აქვს და ამიტომ რატო ცეოლაზერი არის ოქროს სტანდარტი დერმატოლოგიაში, იმიტომ რომ ჩვენ ცეოლაზერით შეგვიძლია ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება. პირველ რიგში ეს არის უმაგრესი აპარატი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია უკვალოდ მოვაშოროთ სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები და ასევე უამრავი ჩვენება აქვს, ანუ ნაწიბურები, სტრიები, გაახალგაზრდავება, კანის მოჭიმვა. კი, ანუ ძალიან თან CO2 იმიტომ არის ოქროს სტანდარტი, იმიტომ რომ ის არის გათვლილი ტრავმატიზაცია კანის და თუ შემდგომ ყველაფერი შესრულდა სწორედ, ანუ რეკომენდაციის მიხედვით, მაგას თითქმის არ აქვს გართულებები. ქონია გართულება? პირადად მე მქონია გართულება, რა თქმა უნდა, ეს იყო მოკელოიდო ნაწიბური მოცილების შემდგომ, რადგან პაციენტს ჰქონდა მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურებისადმი, იმიტომ რომ მე კიდე რაღაცები აღმოჩნდა. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა. ანუ კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ გართულების გარეშე პროცედურები არ არსებობს. მაგრამ ჩვენი დავალება ის არის, რომ ეს იყოს მინიმალური, რომ ეს იყოს უიშვიათესი და ჩვენ ვიცოდეთ მაგის მართვა. სწორედ. რაც შეეხება სტრიებზეც თუ გვეტყვი, იმიტომ რომ როგორც აი ძალიან კარგი შედეგები აქვს და ერთი პროცედურასაც ფაქტიურად აქვს ესეთი
მაქსიმალური შედეგი. კი, სტრიებზეც ისევ და ისევ CO2-ს უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ მაინც ყველაზე ეფექტური პროცედურა CO2 არის. სტრიების სამკურნალოდ ბევრი რაღაც არსებობს. ინიექციებსაც ვიყენებთ, კოლაგენსაც ვიყენებთ, მაგრამ CO2 არის მაინც ყველაზე ძლიერი. რატომ? იმიტომ რომ სტრიების შემთხვევაში კანი არა მარტო არის ესეთი ნაწიბუროვანი, არამედ მაგი არის ასევე მოდუნებული. და CO2 ლაზერის შემთხვევაში ეს ორი პრობლემა ერთიანად გვარდება. და სტრიების გაქრობა ბოლომდე არ ხდება, მაგრამ იმ დონემდე შეგვიძლია მივიყვანოთ, როდესაც ის ფაქტიურად არ ჩანს. კი. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა ჩვენს მეგობარს, რომელმაც დაგვრთონება და ნატალის გვერდზეც დევს მისი ფოტო, მუცლის მოჭიმვა გაიკეთა და სამ პროცედურაში აი მართლა რაღაც დაუჯერებელი შედეგი ჰქონდა. მე ყველამ რო ნახა ეს ფოტო ყველას მოუნდა, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში აქ იყო უბრალოდ მოდუნებული კანი, რომ 3 თუ 2 ორსულობის შემდეგ, რა თქმა უნდა, ის რაღაც წონაში დაიკლო და კანი მოდუნდა და ნუ საოცარი თუ გვაქვს იმის საშუალება, შეგვიძლია აქვე ვანახოთ ჩვენს მაყურებელსაც ეს фото. და იმის მერე, ნუ ყველას მოუნდა რომ კი, მაგ შემთხვევაში თან ჩვენ CO-ს გარდა აპარატი შეგვიძლია გამოვიყენოთ მარტო ცალკეულად CO და CO და რადიოლიფტინგი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ორი ერთად განსაკუთრებით მოქმედებს მოჭიმვაზე. კოლაგენოს სტიმულაციაზე. ამიტომ მაგას ვიყენებთ ხოლმე არა მარტო მუცელზე, არამედ სხეულის ნებისმიერ ადგილას. ინტიმური ადგილებიც კი. დაუბრუნდები იმ კითხვას თავიდან, რაც დაგისვი, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რას ვიკეთებ. და ნუ, რასაც ვიკეთებ კი ხედავენ, მაგრამ მოდი შენც დაუდასტურე ახლა ჩვენს მაყურებელს და ჩემ გამომწერებს, რას ვიკეთებ რეალურად მართლა სახეს. ჩვენ ვაკეთებთ პერიოდულად სახის გაჯანსაღებას, ეს არის პლაზმოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პროგრამები, რომელიც არის ზოგჯერ პიგმენტური, ზოგჯერ დატენიანება. აუცილებლად ვიყენებთ IPL-ს, რომელსაც ვიყენებთ არა მარტო მაგისთვის, რომ პიგმენტურ ლაქებს ვებრძოლოთ, არამედ კოლაგენოს სტიმულაციისთვის, Red Touch-ს და Botox. Baby Botox. Baby Botox. უცვლელი. ხო. ეს არის ჩვენი ესეთი ლამაზი შუბლი. კი, რომელიც გასაკეთებელი მაგნაჟა. ხო, ეხლა მოდი ნანას ვკითხოთ. თქვა რომ ასევე მუშაობს ინტიმურ ზონებზე და რომ მოყვეს ინიექციებზეც და რა შემთხვევაში, როგორ, რატომ მამაკაცებში, ქალბატონებში? კი, იმიტომ რომ ანუ ყველა ზონას ექცევა ყურადღება, როგორც ვახსენეთ წინათ მუცელი, სახეხელი, კანის მდგომარეობა ყველგან იცვლება. და უფრო ხშირად რას მომართვიანობა რაც არის, ეს არის კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. კეთდება CO2 ლაზერი, კეთდება ბიორევიტალიზაციები, პლაზმოთერაპიები ძალიან ხშირად. ყველაზე ხშირი პროცედურების შემადგენლობა ეს არის. ზოგჯერ ფილერით კორექციაც კეთდება. არა, უფრო დეტალურად მოყევი. ნუ იცი. დამაინტერესა თქვენ. უფრო დეტალურად მოყევი მამაკაცების მომართვიანობაზე. კი ბატონო, მამაკაცებიც ასევე ზრუნავენ გაჯანსაღებაზე, გაახალგაზრდავებაზე. და როგორც არის ცნობილი განსაკუთრებით პლაზმოთერაპია, როგორც აღმდგენი, როგორც საკუთარი რეზერვის მეშვეობით კანის სტრუქტურის გამაჯანსაღებელი, ეს მნიშვნელოვანი არის არა მარტო კანის გაჯანსაღებისთვის, არამედ გრძნობელობის შეცვლისთვისაც. ანუ გამოიყენება კომპლექსური პროგრამები, ეს არის პლაზმოთერაპია. ამ პლაზმოთერაპიას აქვს ძალიან ძლიერი ეფექტი, იმიტომ რომ ის არის ძლიერი აღმდგენი და ჩვენ გქონია საკმაოდ
მნიშვნელოვანი შემთხვევები, როდესაც დადებითი შედეგები გქონდა. ძალიან საინტერესოა. კარგი, მოდი მაშინ ესე კითხავ კიდე, რა პროცედურა არის ყველაზე პოპულარული მაგალითად დღესდღეობით? ნუ ყველაზე პოპულარული და ალბათ ჩემდამი ყველაზე საყვარელი პროცედურა არის ნეიროტოქსინი, ეგრეთ წოდებული ბოტოქსი, დისპორტი. ეს არის მაინც ყველაზე საყვარელი პროცედურა. და რა თქმა უნდა, ესე რომ ავიღოთ, მაინც ტუჩის აუგმენტაცია რჩება ისევ და ისევ პირველ ადგილას მომართვიანობით. აი ნახე ყველას ალბათ ჩვენს მაყურებელს პატარა ასაკიდან ყველას აინტერესებს ასევე აკნეს შემდგომი და აკნეს მკურნალობა და 1-2 სიტყვით უგვეტყვი მის შესახებ. აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აკნე მედიცინური თვალსაზრისით არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ფსიქოემოციონალური თვალსაზრისით ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რადგან უფრო ხშირად ეს არის თინეიჯერები, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ეს ძალიან უჭირთ ზოგი სახლიდან არ დადის, დეპრესიის მიზეზებიც არის და შემდგომ სწორი მოვლით ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ ის ნაწიბურები, რაც ტოვებს აკნე, მაგრამ ნაწიბურების შემთხვევაში უკვე სხვანაირად ვუდგებით და პოსტაკნეს ნაწიბურებით ალბათ CO ლაზერზე ყველაზე ხშირი პაციენტები მაინც პოსტაკნე ნაწიბურებით არის. ნანა, მითია თუ რეალობა, როდესაც ერთხელ გაიკეთებ ბოტოქს და მეტი აღარ, სახე უფრო უარესად გამოიყურება და ფტოზი უფრო ვითარდება თუ არა? არა, ეს სრული მითია, იმიტომ რომ თუ გინდა ერთხელ გაიკეთო ბოტოქსი, ბოტოქსი აკეთებს მიმიკური კუნთების ესე რომ ვთქვათ, დამშვიდებას, ანუ ჰიპერტონუსი, როდესაც ძალიან აქტიურია, ჩვენ ჩამოყვავს ნორმოტონუსი. ამიტომ ერთი გაკეთებაც კი ცვლის იმ კუნთის მდგომარეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეფექტი გადის, მაინც უკეთესი რჩება კანი ერთი გაკეთებიდანაც. და ეხლა მინდა კითხვა დაგისვა, რაც მეც მადარდებს ხოლმე ყოველთვის, როდესაც აცილებ პაპილომებს და აი შეიძლება თუ არა რომ მე ონკოლოგიაში გადავა თუ არა, ანუ ყველას ესე აქვს, ხო? ეს მითია თუ რეალობა? აქ ალბათ ცოტათი მითი არის და ცოტათი რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც რამეს ვაცილებთ, აუცილებლად ჯერ დერმატოსკოპიულ კვლევას უკეთებთ. შემდგომ თუ ეს საჭიროებას მოითხოვს, მოცილების შემდგომ მორფოლოგიაზეც ვაგზავნით. ამიტომ პირიქით თუ ჩვენ რამე მოვაცილეთ და იქ HV იყო მორფოლოგიაზე უკვე ვნახავთ თუ რა პრობლემა არის და უფრო მალე მოგვარდება ეს პრობლემა. ამიტომ ალბათ უფრო მითია. თუმცა ეს ხშირი არის, რადგან პაციენტები მოდიან თუ გინდა ბანალური ფიბრომების მოცილების დროს და ეშინიათ რომ ეს მოიცილონ და შემდგომ საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდიან, იმიტომ რომ ეს წარმონაქმნები იზრდება და დიდდება. და ასევე არის ძალიან ხშირი შეცდომები, რომ წითელ ჰემანგიომებს, ეგრეთ წოდებული ესეთი ჟოლოსფერი წარმონაქმნები, მაგას ეძახიან კიდე წითელ ხალხს და იმასაც არ იშორებენ, იმიტომ რომ ძალიან ეშინიათ. ესეც მითია, იმიტომ რომ ის საერთოდ ხალიც კი არ არის, ის არის ჰემანგიომა, რომელიც ეგრეთ წოდებული ენდეიაგით შორდება ფანტასტიკურად. და ალბათ ასევე მითია ისიც, რაც ბოტოქსზე ვიკითხე, იგივე აპარატულ პროცედურებზეც. მაგალითად, აი რაღაც ლიფტინგი ან მსგავს პროცედურას რო იკეთებენ, მე რეგონიათ რომ უფრო უარესი განვითარდება. აი ეს უარესი განვითარდება ალბათ კიდე იქიდან მოდის, რომ როდესაც რაღაც პროცედურას იკეთებენ, არის კარგი შედეგი. მე რა თქმა უნდა იმ შედეგს ჩვენ ვეჩვევით ყველა და ეს დრო რო გადის და უბრუნდება თავის საწყის, მე ადამიანს ნამდვილად გონია რომ ეხლა ბევრად უარესი მდგომარეობა ვიდრე იყო მანამდე. სხვათა შორის ნახე სალომე ჩვენთან რო ჩამოდიან ეს უცხოელი პარტნიორები და პირველ რიგში ყოველთვის ამბობენ რომ აუცილებლად უნდა იყოს ფოტო გადაღებული
ყველასთვის და ექიმები ამას მანამდე და აკეთებენ, შემდეგ. ოღონდ რა თქმა უნდა იცავენ და დაცვა არის თვითონ პაციენტის რომ არავის არ აჩვენებენ, მაგრამ იმისათვის რომ შემდგომი უკვე ეს პროცედურების შემდგომ მათ უკვე აღარ ახსოვთ ეს ის მდროინდელი და ის ეჩვევიან ამ იმას და ყოველთვის გონიათ, აი ხა თუ გინდაც მე პირადად, ნახე, მე მაქვს გენეტიკურად და იცის ეხა ნანამაც რომ ძალიან ღრმა შიგნით ესეთი ნაოჭები, აი ამის წინაც თქვი კიდევაც რომ ეს მე უკვე ისე მივეჩვიე ანუ ამ აპარატებს და პროცედურებს და ასე შემდეგ რო ვიკეთებ, ისე მივეჩვიე რომ ასე მგონია რომ ის ღრმა მაქვს რაც არის და ამ დროს ეს არ მქონდა, მაგრამ როცა უკვე სურათებს უყურებ და ნანახი მაგ და მაჩვენებს ხოლმე ნანა რომ აჰა, შენ რო არ მოგწონს, აბა შეხედე როგორ გქონდა და ეხა როგორ გაქვს უკვე მე თვითონაც ეგ უკვე ჩვეულებრივად ხო ვიცი, მაგრამ იგივეს უკვე თვალი. ხო, უკვე ეჩვევა. ეხა ხო ეს ამაკა ეს უკვე შევჭამენ ისა რა ქვია ნანა ამო. აი ის პატარა ისიც მით უმეტეს იმისა რომ ფაქტიურად თითქმის ეხა ჩემი იმისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ნუ ნანას აქვს ამაზე ალბათ ხო გენეტიკური ის ყველამ ვიცით რომ არის 25%, თუმცა ის 25% არ წავიდა და თავაზობს ეხა რაღაცებს რომ გავიკეთოთ შემდეგი პოდკასტისთვის ალბათ აღარ მექნება და ვნახოთ თუ აღარ მექნება ის პატარაც თუ რაც არის ეხლა ამ წუთას დარჩენილი. აი რა არის ეს თქვი აბა? ჩვენ ვატარებთ ეგრეთ წოდებულ თერაპიულ პროცედურებს, რასაც მე ვაკეთებ, ეს არახირურგიული, ეს არის თერაპიული პროცედურები. და ჩვენ ვერ ვაღწევთ მაგალითად იმ შედეგს არის ზედმეტი კანი, რომელსაც ჩვენ თერაპიული საშუალებებით 1 სანტიმეტრზე მეტს რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვერაფრით ვერ შევცვლით, მაშინ ჩვენ გვეხმარებიან პლასტიკური ქირურგები. ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში ვიდეოები, აი უცებ რაღაც ესეთი დიდი ის რო აქვთ აქ როგორ არის ხაბაბი და უცებ რაღაც აი მეორე ვიდეოში უცებ ეს ჯოულაინი გამოკვეთილი ეს აი რა ხდება ამ დროს? ანუ ფილერებით ხდება თუ გვატყუებენ თუ რა ხდება? მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ერთად ხდება. ზოგჯერ სოციალურ ქსელში ეხლა იმდენი არარეალობა არის, რომ არ ვიცი არა პროფესიონალმა კი არა, ზოგჯერ პროფესიონალიც ირევა თუ რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან არეულია ყველაფერი და სამართლოდ არასწორად აჩვენებენ. ეს ერთი არის. აი ესე მართლა შეიძლება ქირურგიული ჩარევის გარეშე აი ეს ოვალი ესე გამოიყენოს. ოვალის კორექცია ხდება. კი, მაგისთვის გამოიყენება სხვადასხვა შემავსებელი. ეს შეიძლება იყოს შემავსებელი ჰიალურონის მსჟავის ბაზაზე ან ჰიდროქსიაპატიტი კალციუმის ბაზაზე. მაგრამ რეალური შედეგი არის. მე რატო არ მეკეთებ? რატო არ მეკეთებ? როგორ არა, გადასარევად გაკურვალი. არა, ოვალი რატო გადასარევად? არა, მინდა რომ ძალიან მქონდეს, მოდი გავიკეთო. და ჩვენ დავუბრუნდით ისევ იმას, რითიც დავიწყეთ. რატო ვერ ჩერდებიან პაციენტები? არა, მე არ მივეკუთვნები მაგ პაციენტებს, ხო არ მივეკუთვნები. არა, მე არ მოდის ჰიპერკორექცია. მე არ მივეკუთვნები მაგ პაციენტებს, მაგრამ ეხლა მინდა იმ ადამიანებს უთხრა, ვინც გვიყურებს და ვისაც აინტერესებს ძალიან ხშირად ჩემთან შემოსული მესიჯი არის წუთს ვისთან იკეთებ და ბოტოქს ვისთან ვიკეთებ და აგერ ქალბატონი ნანა ჭითანავა ვისთანაც ვიკეთებ. ჩვენ ესე ბოტოქს ვეძახით, ხო, ესე ჩვეულებრივად, ამ დროს ეს არის ბოტულოტოქსინი და ჩვენ რას ვიყენებთ ხოლმე უფრო ხშირად რომელ პრეპარატს, რატო მიანიჭებ მას ალბათ უპირატესობას. მინდა გკითხო, რომ ჭარბოფლიანობასთან სამკურნალოდ რას გამოიყენებ, რას გამოვიყენებთ? ნეიროტოქსინებიდან მე სრულიად პატივს ვცემ ესეთ ნეიროტოქსინებს, როგორც არის ალერგანის ბოტოქსი, მერცის ქსეომინი, იფსენის დისპორტი, მაგრამ მაინც ესე რომ ვთქვათ, ოქროს შუალედად ამორჩეული გვაქვს დისპორტი, ეს არის ფრანგული პრეპარატი. ჭარბოფლიანობასთან, ანუ ეგრეთ წოდებული ჰიპერგიდროზი, რომელიც არის
განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდიდან ვიწყებთ განსაკუთრებით ბევრი მომართვიანობას და ვიყენებთ დისპორტს, რომელიც ძალიან კარგ საშუალებას აძლევს პაციენტს 1 წლის განმავლობაში ეს პრობლემა დაივიწყოს. და რამდენად უსაფრთხოა ესეც რომ თქვა? ეს სრულად უსაფრთხოა, მაგას აქვს თავისი კვლევები, ეს კეთდება ზედაპირულად მაგისთვის, რომ საოფლე ჯირკვლების მუშაობა დაქვეითდეს. და კიდე რადგან დღეს ძალიან ბევრი მითებზე და რეალობაზე ვისაუბრეთ, იმასაც ვიტყვი, რომ არის კიდე ესეთი შეკითხვები, რომ აი მე სად მიდის საოფლე, არსად არ მიდის, უბრალოდ ის ფუნქცია ქვეითდება იმ საოფლე ჯირკვლების და მე არსად არ მიდის. ნანა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. რა თქმა უნდა, შენთვის საჩუქარი გვაქვს ჯერმენ დე კაპუჩინის პროდუქციიდან დარწმუნებული ვარ მოგეწონება. მოწვევისთვის მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ ესე მარტივ ენაზე. დიდი მადლობა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. მადლობა.